საღამოშიდობის ქალბატონ თინა, მადლობა რომ დაგვთანხმდით და შევხვდით ერთმანეთს. ძალიან ველოდებოდი და ძალიან მინდა თქვენთან საინტერესო გამოვიდეს ეს ინტერვიუ. ჩემი პირადი სიმპათიები მოქ როგორც პოლიტიკოს ქალთან და შეიძლება ინტერვიუს განმავლობაში უფრო მეტი გაგიმხილოთ. მადლობა მოწვევისთვის. თავი შთაგონება ჩემთვის არის ელენე ხოშტარია და მინდა რომ ეს ინტერვიუ თქვენთან სწორედ ელენეთი საუბრით დავიწყო და არა კონკრეტულად ელენეთი, ზოგადად რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს დღევანდელ საქართველოში ოლიგარქიის პირობებში იყო ქალი პოლიტიკოსი. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ელენეს გადაწყვეტილება თავად ელენემაც დაწერა სხვათა შორის სოციალური ქსელით გამოქვეყნდა მისი სტატუსი და აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ეს იყო ძალიან პატარა და სინამდვილეში მხდალი კაცების მცდელობა რომ დაესაჯათ ძალიან გამბედავი და ძალიან ძლიერი ქალი. ესე აღვიქვი მე ეს გადაწყვეტილება, ესე აღვიქო არაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ელენემ, რომელიც არის სამიზნე ამ გადაწყვეტილების, რომ რაღაცნაირად ის დაიმორჩილონ, რაღაცნაირად ის გატეხონ ძლიერი ქალი. მათ შორის გატეხონ მისი გატეხვით ძლიერი ქალის სიმბოლო ამ ქვეყანაში. და ხა ეს საუკუნეების განმავლობაში ვერავინ ვერ შეძლოდა, მით უმეტეს ვერ შეძლებს ამას ივანიშვილი, ელენე ნამდვილად გამორჩეულია, მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ხა სოციალურ ქსელში ვნახე მაგალითად ის რომ მისი ტყუპების დაბადების ხო ზუსტად იმ დღეს იყო კი და მეც ტყუპების დედა ვარ და თუ რამე გაშინებს ქალს ზოგადად მე ყოველ შემთხვევაში და დარწმუნებული ელენესაც ეს არის შვილებთან განშორება. შენი არჩევანით ზიანის მიყენება შენი შვილებისთვის. ელენემ ეს გააკეთა იმით რომ არ შედრკა მიუხედავად იმისა რომ მას ელოდა პატიმრობა ამ მომენტში და მე არ შევადარებ რა თქმა უნდა განშორების ამგვარ ტკივილს. თუმცა რაღაც დონეზე მეც მაქვს გამოვლილი ეს, მაშინ როდესაც ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილის მამა გაიტაცეს, დაგვემუქრენ მათი უსაფრთხოებით და ჩემთვისაც ერთადერთი რამ რაზეც ვფიქრობდი ის რამდენიმე საათი, სანამ გადავწყვიტე რომ საჯაროდ მესაუბრა ამაზე, იქნებოდა ჩემი გადაწყვეტილება, რას ნიშნავს ჩემი შვილებისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის. აი, ამ საკითხზე თავად თქვენ დაიწყეთ საუბარი, მოგვიანებით ვაპირებდი, რომ უფრო მეტად გაგვეშალა. თქვენს პირად ცხოვრებაშიც ძალიან აფათურებს და აფათურებდა ხელებს რეჟიმი, ხო? აი, ეს მძიმე ეპიზოდი, რაზეც ახლა საუბრობთ. აი, ასეთ შეტევებს როგორ იგერიებთ, როგორ უძლებთ და რამდენ სად პოულობთ ძალას, რომ არა შიშმა, არამედ ძალამ უფრო მეტად მოგიცვათ. არ მოვიტყუები და არ იყო მარტივი. დარწმუნებული ვარ არავისთვის არ არის მარტივი, ხა ელენესთვისაც არ იქნებოდა ნამდვილად მარტივი ის რომ წასულიყო ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ რაღაცნაირად აცნობიერებ ერთის მხრივ შენს პასუხისმგებლობას და მეორეს მხრივ ისევ და ისევ შენს პასუხისმგებლობას ისევ და ისევ შვილების წინაშე. იმიტომ რომ აცნობიერებ რომ ამ ბრძოლაში არ ხარ საკუთარი თავის გამო, მით უმეტეს რაღაც მატერიალური სიკეთის და ბენეფიტის გამო, როგორც კაცები არიან, არამედ მართლა იმიტომ ხარ რომ შენმა შვილებმა შეძლონ ნორმალურ, დაალაგებულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანის სტიგმატიზირება არ ხდება მისი პოლიტიკური არჩევანის გამო, სადაც თავისუფლად სიტყვის გამოხატვა და საკუთარი თავის გამოხატვა შეგიძლია. მე ყოველ შემთხვევაში ამაში ვიპოვე ძალა, მაშინ რომ გამოსულიყავი და საჯაროდ მესაუბრა. იმაში რომ ისევ და ისევ ჩემი შვილებისთვის და ყველა შვილებისთვის, მათ შორის ხოთი შორის ქოცების შვილებისთვისაც კი მინდა ისეთი ქვეყანა, როგორიცთვისაც ჩვენ ვიბრძვით. აქვე კითხავთ, არა მხოლოდ პროპაგანდისტული თუ რაღაცნაირი შეტევები, როგორც თქვენ უწოდებთ უღირსი კაცების მხრიდან, თქვენ ფიზიკურადაც შეგეხნით, ცოტა უკარო დავბრუნდეთ, აი როდესაც კობახიძესთან მიდიხართ და პაპუაშვილი გეცემათ, ანუ ფიზიკურადაც იყო ჩარევა კუჭავასთან ბოდიში. ეს იყო პირველი ინციდენტი, როცა დავუშვით მეც კი გავიაზრე, რომ ეს ძალიან კატასტროფულად ცუდი ქმედება იყო. მაშინ კიდევ უფრო მეტად ღირსება შენარჩუნებული ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას, მერე და მერე უფრო ქვემოთ მიდის. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს სცენა, როდესაც თქვენ ეს კაცი გამოგათრევთ, ძალიან შემზარავი იყო. ამდენი წლის შემდეგ პაპუაშვილის ქმედება და ეს არ არის მხოლოდ პაპუაშვილის ქმედება, ეს ერთგვარი განაცხადი იყო, რომ ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად, ან მორალურად, არამედ ფიზიკურადაც გაგისწორდებით. არ ვიცი რამდენად
მაყურებელს ახსოვს, მაგრამ ეს დღე, რომელიც ნამდვილად უსიამოვნო დღე იყო ჩემთვისაც. იყო დღე, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით ძალიან მკივნეულ და ტრაგიკულ რამეს და ეს იყო ლექს ლაშქარავას სისტემის მხრიდან მკვლელობა. როდესაც ჩვენ გამოხატავდით ანუ ოპოზიციური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები პარლამენტში ჩვენს პროტესტს ლექს ლაშქარავას მკვლელობის გამო, რომელიც კოორდინირებულად იყო ხელისუფლების მხრიდან ორკესტრირებული და ამას უარყოფდნენ, ამ პასუხისმგებლობას თავიდან იცილებდნენ. მაშინ მოხდა ეს ინციდენტი, როდესაც ფიზიკურად, ჩემ ბოჭა თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას საერთოდ როგორ შეიძლება ამის აღწერა იმგვარად რო კორექტული დავრჩე ადამიანმა, რომელიც შემდეგ დააწინაურეს, ხო? ანუ მნიშვნელოვანია ეს მაშინ რიგითი პარლამენტის წევრი იყო ბატონი პაპუაშვილი, ხო, თავს სპიკერად და ლიდერად ასაღებს. მაშინ ის იყო რიგითი წევრი და ჩემი აზრით ივანიშვილმა მათ შორის ესეც ძალიან დაუფასა, ანუ რომ ეს ადამიანი ყველაფერზე არის მზად, ანუ ქალსაც თავს დაესხმევა ფიზიკურადაც, ყველაფერს იკადრებს. ივანიშვილს ხო რა აქვს, მისთვის მთავარი რეკრუტირების კრიტერიუმი, ასე ვთქვათ, არის სწორედ ჩემი აზრით, ანუ მთავარი მდგენელი არის ეს, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ყველაფრის მკადრებლები. არა კუჭავას და საცავად ხარ სისულელე მე რთულმე ლაპარაკობდა თავს იმართლებდა და იმიტომ რომ მე ქალზე ძალადობას მაბრალებენ რას ნიშნავს თელმა ქვეყანამ ნახა ხო ანუ კუჭავას ვიცავდიო თქვენ განიცავდა მაგრამ კი მაგას ამბობდა მე იქ შიგნით პარლამენტში თავისივე ხალხში თურმე რომ მე კუჭავას ვიცავდიო იმიტომ რომ კუჭავა მასზე თავდასხმას აპირებდა ხო შუს კუჭავა ერთადერთი ქოცი იყო რომელთანაც რაღაც ნორმალური ასე თუ ისე ადამიანური, რამდენიც შესაძლებელია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც შენ გწამს, რომ მტრის ინტერესებს მსახურება ჩვენს ქვეყანაში, ადამიანურ დონეზე და კოლეგიალურ დონეზე, რომ ნორმალური ურთიერთობა გქონოდა. კი ბატონო, კუჭავამ მე მგონია, რომ რაც დროშა უკან დააბრუნა ევროკავშირის, ალბათ ეგ ვერ აპატიეს თქო, ხანდახან მიფიქრია მაგაზეც. სიმბოლურია, მაგრამ არ ვიცი, და მომავალი რას გვაჩვენებს ეს არ ვიცი და ამიტომ ამას დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სრული აბსურდი იყო, რომ თითქოს და რაღაც კუჭავას ჩემგან პაპუაშვილის დასაცავი რამე სჭირდა ჯერ ერთი ხრო გამეკეთებინა ვთქვათ ერთ ქალს, ხო? მოდი აი აქ კითხავთ ესეთ რამეს, რადგან ივანიშვილზე თქვენ თავად საუბარი დაიწყეთ, საკმაოდ კრიტიკული ხართ და გამბედავით, როდესაც ივანიშვილს ახსენებთ ხოლმე. გიფიქრიათ მას თან ერთ-ერთზე პირისპირ შეხვედრის დროს რამეს თუ ეტყოდით? ერთ-ერთზე მასამე შეხვედრა მქონია. ნუ ერთ-ერთზე არ ვიცი რამდენ თუ იტყოდი, მაგრამ პირისპირ ყოველ შემთხვევაში მქონია. ეს იყო 2013 წელს, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის რანგში მიწვეული იყო ევროსაბჭოში. სტრასბურგში შედგა ჩვენი საუბარი. ნუ ასევე რა თქმა უნდა ის როდესაც პრემიერ-მინისტრის რანგში მოდიოდა ხოლმე პარლამენტში, მაშინ პარლამენტი ქუთაისში იყო, მქონია შესაძლებლობა რომ მასთან მქონოდა საჯარო, ასე ვთქვათ, პოლემიკა პარლამენტარის როლში. მაგრამ არასაჯარო ნაწილში ეს კომუნიკაცია შემდგარა, ჩემსა და მას შორის, ხო შორის ფოტოებიც არსებობს ამ სამსახველი. მაშინ ჩემთან ერთად იყო დავით ბაქრაძე, მაშინ დავით ბაქრაძე იყო უმცირესობის ლიდერი, მე ძალიან კარგად მახსოვს ივანიშვილი როგორ გვეუბნებოდა რომ მას სიამძირეში არავისთან არ აქვს პრობლემა, არც ჩვენთან ინდივიდუალურად, მის მთავარი პრობლემა არის მიშა, და რომ აი მიშას თუ გავემიჯნებით და მიშას დავგამობთ, მაშინ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეს ერთი და მეორე სხვათა შორის მახსოვს მაშინ ვუთხარი ივანიშვილს როგორ არ გახსოვთ მეთქი მე ის ადამიანია რომელსაც აბრალებთ მაგალითად თქვენი მთელი პროპაგანდა თითქოს და მე რაღაც საჩუქრები მაქვს მიღებული თქო მაშინ ეს iPhone-ის თემა იყო ძალიან პრეზიდენტისგან რაც არის ტყუილი თქო და მაშინ მახსოვს სხვათა შორის მითხრა და მას ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რატო ეს ტყუილიაო მართლაო ტყუილი არ მიგიღია ესე არ მიმიღია მოთხარ ესე მაშინ გაასაჩივრაო სასამართლოში ოღონდ სასამართლო ის სასამართლო რომელიც რა ვიცი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ციხეში ხო მაშინ არაკეთებდა ამას მაგრამ სამწუხაროდ პირველივე დღიდან სასამართლო ტენდენციური იყო პირველივე დღიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა პირველივე დღიდან
რეჟიმის ცვლილების მე ვიცოდი რომ მე იქ სიმართლეს ვერ ვიპოვიდი და ვერ დავამტკიცებდი თორემ მართლა მიმართავდი სასამართლოს, იმიტომ რომ ამ 13 წლის განმავლობაში თუ დაკვირვები ხართ პროპაგანდა რეალურად, ანუ პროპაგანდისტული ბრალდებაც და ხაზიც და ნარატივიც, ასე ვთქვათ, სხვა მე ვერაფერი ვერ მიპოვეს გარდა ამ ბრალდებისა, რომელიც ბრალდებაა. იმიტომ ტყუილია. თავარ ნაკლოვანებადაც და შეცდომადაც და დაუსრულებელ საქმედაც ნაციონალური მოძრაობის შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი ამგვარი პირდაპირობა და გულწრფელობა, მაგრამ ეს მე სხვა დროსაც გამიჟღერებია, არის სწორედ ეს. რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩაედო იმ დროინდელ ხელისუფლებას, რომ 2012 წელს ისეთ სასამართლო დაგვეტოვებინა, როგორც დავტოვეთ, რომელიც ძალიან მარტივად გადაიბარა ამ რეჟიმმა და რომელიც გახდა მისი ბინძური დავალებების ნომერ პირველი შემსრულებელი. სამწუხაროა. 2013 წლიდან დღემდე თავად ივანიშვილიც უფრო სახეცვლილია, ხო? 2013 წელს ესე არ გამოიყურებოდა არც მისი პოლიტიკური პარტია. მე არ ვიცი რამდენად თამაში ბოლომდე დაგეთანხმებით. იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი აზრით მისი ხედვა, ანუ მისი მმართველობის სტილი დიდად არ შეცვლილა. უბრალოდ მისი გარემოცვა შეიცვალა. პირველი მოწვევის პარლამენტი ბევრად ღირსეულია და მოვდივართ აქამდე. და მე ხო ყველა პარლამენტის ნაწილი ვიყავი 2012 წლიდან და ძალიან თვალსაჩინო იყო სხვა შორის აი ამ წრის დავიწროვება. იმიტომ რომ მახსოვს მაგალითად ვიზიტებში ყოფნა დავით უსუფაშვილთან ერთად, სადაც მე როდესაც საუბრობდი ხოლმე ივანიშვილის პრორუსულობაზე და მის რუსულ ინტერესებზე საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული ხდებოდა, მათ შორის დავით უსუფაშვილის რაღაც წარსულის გათვალისწინებით, ასე ვთქვათ და მისი პროდასავლელობის ახმის გამო ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. შემდეგი ფაზა იყო უკვე ვთქვათ აი რესპუბლიკური პარტია 1, შემდეგ იყო უფრო აი ჩუგოშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი თამარ ხულორდავა. ხო, შემდეგ მათაც დატოვეს და ბოლოს მოვედით რაღაცა დინარაძე, არ ვიცი, მათიკაშვილამდე, რომელიც ნუ აი საერთოდ კომიკურია, ხო, იმიტომ რომ ეს ადამიანები უბრალოდ პაიკები არიან და პაიკებად არიან აღქმული, მათ არანაირი წონა არ გააჩნიათ, არანაირი პირადი რაღაცა ღირებულებების მატარებლები არ არიან, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. და ესე ნელ-ნელა შემოეცალენ ეს ადამიანები, რომლებითაც ივანიშვილი ილუზიას ინარჩუნებდა თითქოს და ის ამ ქვეყანაში რუსულ საქმეს არ აკეთებს, თორე ის რომ ივანიშვილს თავიდანვე ამგვარი განზრახვები ჰქონდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, მე პირადად ამაში ეჭვი არასდროს არ მეპარებოდა. 2 ოქტომბერსაც კი 2012 წლის. კი, უბრალოდ ეხლა რაღაცნაირად უფრო ეს ყველაფერი თუკი აქამდე დაფარული იყო, ახლა თვალსაჩინო გახდა. კარგი, სააკაშვილი თქვენ თავად ახსენეთ და მიხეილ სააკაშვილის კომპლექსი 2026 წელსაც კი რაღაც აი თვითქოს აი რაღაცა აი ოპოზიციური პარტიებშიც კი რაღაც აი სააკაშვილი დაგმედა, მერე დაგელაპარაკები და თვითქოს ის სააკაშვილი არა, რაღაც ეს რა ფენომენია ამდენი წლის განმავლობაში, როგორ გავიდა ფონს, როგორ მოვიდა აქამდე, ან როგორ მოიტანა ოცნებამ, რომ აი დაგმემიშა ისევ ამაზე ლაპარაკობენ ადამიანები და რაღაც ამაში გადის უამრავი დროც და რესურსიც, ხო, სინამდვილეში. ხო, მე ჩემი პირადი ისტორია გაგიზიარეთ, სადაც ივანიშვილი ჯერ კიდევ 2013 წელს ინდივიდუალურად მოგვიწოდებდა, ასე ვთქვათ, ამისკენ და სხვა თუ არაფერი, ეს უნდა გავიაზროთ, მე მგონი ყველა მეც ივანიშვილს ვებრძვით, რომ ის არ უნდა გავაკეთოთ, რაც ივანიშვილს ყველაზე მეტად უნდა, ხო? იყო კი რაღაც ერთგვარი დაჯგუფება, რომლის მთავარი გამჟღერებელი, ასე ვთქვათ, ერთი პერიოდი იყო გახარია და მისი გუნდი, ტოლობის ნიშნის დასმის მცდელობის ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, რაც სრული ნონსენსი და აბსურდია. კიდევ ერთხელ მე პროაქტიულად ვახსენე აგერ სასამართლო რეფორმა, რომელიც მართლა მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაუმთავრებელი საქმეა, ასე ვთქვათ, თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ 2003 წლიდან 2012 წლამდე არ იყო იმდენი დრო, რომ ყველაფერი მოესწრო ერთ ხელისუფლებას.
თუმცა ნამდვილად მაინც ვისურვებდი, რომ მეტი ნაბიჯები გადადგმულიყო ამ მიმართულებით, ანუ პროაქტიულად ვახსენე ის, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სუსტი რგოლი იყო იმდროინდელი ხელისუფლების, მაგრამ ამ ტოლობის ნიშნის დასმა ადამიანის შორის, რომელიც გვართმევს სახელმწიფოებრიობას და ჩვენს ქვეყანას პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთს აბარებს და იმ პრეზიდენტ შორის, რომელმაც რუსეთის საქართველოში შემოჭრას და მთელი ქვეყნის ოკუპაციას და საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის, მარიონეტული რეჟიმის დასმას წინააღმდეგობა გაუწია, ამ ორ პერსონალიას შორის, ამ ორ ფიგურას შორის, ანუ ისტორია თავის დასკვნებს გააკეთებს და ეხლა ეს ამ მომენტში ამის გაკეთება, ჩემი აზრით, შემდგომ გამოვლინდება, რომ უკიდურესი მოკლემხედველობა მინიმუმ რო ვთქვათ და უდიდესი უსამართლობა, ისტორიული უსამართლობა ობიექტურად შევაფასოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა მე ნამდვილად არ ვერიდები იმას, რომ განვიხილოთ ის თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს უკეთესად, ან რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა არის საზოგადოებრივი დაკვეთა, თუნდაც ნიშას როლზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ტოლობის ნიშნის დასმა უკიდურესი ისტორიული usამართლობა და ჩემი აზრით ამას ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, უბრალოდ ამაზე პარაზიტირებას ცდილობდა ზოგიერთი, მაგრამ ახლა როგორ დაასრულა ამ ზოგიერთმა, მე მგონი ამასაც ვხედავთ ხოლმე. კეთილი. მოკლედ ეს პოლიტიკური ერთობა, ნაციონალური მოძრაობა თავისი ბუნებით თავიდანვე ძალიან მასკულინური იყო. და პირველი ქალი თავმჯდომარე ხართ თქვენ. კი ვსაუბრობდით ინტერვიუც ესე დავიწყეთ, რომ რაღაცა კოცი კაცები, რომლებიც ასეთი დაუნდობლები არიან, მაგრამ რამდენად არ ვიცი, მიგიღეს ნაციონალური მოძრაობის კაცების პარტიაში თავმჯდომარედ, რამდენად იყო მარტივი აქ თინა ბოկუჩავოსთვის აი ეს ამბავი, იმიტომ რომ არ არის ეგეთი მარტივი ამბავი, რომ რაღაცნაირად ეს ესენი ჩამოამსხვრიო და სწორედაც რომ თავმჯდომარე გახდეს ქალი პოლიტიკოსი. იცით რა, ხა ზოგადად პოლიტიკა საკმაოდ მასკულინურია, ხო? ანუ ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც გაცილებით უფრო გრძელი დემოკრატიული ტრადიცია აქვთ ვიდრე საქართველოს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა მოხდა შემდგომ. თუმცა ამის გათვალისწინებითაც კი, ანუ ისეთ ქვეყნებში, როგორც ევროპული ქვეყნები, ან თუნდაც ამერიკაში, ანუ ყველგან რეალურად ეს გლობალური მოცემულობა, ასე ვთქვათ, რომ პოლიტიკა გაცილებით უფრო მასკულინურია და ნელ-ნელა ხდება, ასე ვთქვათ, ამ გეფის, ანუ ამ უთანასწორობის დახურვა, ხა სკანდინავიურ ქვეყნებში მაგალითად ეს გაცილებით უფრო შესაძლებელი გახდა მათი ძალიან მიზანმიმართული სხვა შორის ძალისხმევის შედეგად, ვიდრე თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სულ ცოტა ხნის წინაც კი, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ჰილარი კლინტონი, საუბრობდნენ იმაზე, რამდენად იყო ამერიკა მზად იმისთვის, რომ ყოლოდა ქალი პრეზიდენტი. ამიტომ ეს თავისთავად, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის არ არის უნიკალური მოცემულობა. თქვენი წინააღმდეგობები რა იყო ამ მასკულინურ პარტიაში? ჩემი წინააღმდეგობები სინამდვილეში ძალიან, რა ვიცი, ხა მე მგონი ეს ფორმატი იძლევა ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ ძალიან ყოველდღიური იყო, მათ შორის ის, რომ ჩემი ტყუპები ეხლა არიან 3 წლინახევრის და მაშინ, როდესაც თავმჯდომარე უნდა გამხდარიყავი, შესაბამისად გაცილებით უფრო პატარები იყვნენ და ეს ჩემთვის, ქალისთვის, დედისთვის პირველი საფიქრალი იყო, რომ ის ყოველი წუთი, რომელსაც გავატარებ პარტიაში, რომელსაც გავატარებ საჯარო სივრცეში, რომელსაც გავატარებ სახლის გარეთ, მოაკლდებათ ჩემს შვილებს და ეს დღემდე ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი და გამოწვევა. მაგრამ პარტიას რაც შეეხება, სხვა შორის მე ზოგადად არ მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩემთვის უდიდესი პატივია ის, რომ პარტიამ მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამომიცხადეს ნდობა, რომ დამეკავებინა ასეთი საპასუხისმგებლო პოზიცია. მაინც პოზიციები და თანამდებობები ბრჭყალებში ყოველთვის გაცილებით უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე ის ბრძოლა და რაღაც ის შინაგანი ინვესტიცია, რასაც ჩვენ აკეთებ, ხო? თუმცა თავმჯდომარეობა მაგრამ კი, აი ერთს ვიტყვი, რომ მთავარი პოსტი თუ შეიძლება ითქვას, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ
განვითარებაში, რომელიც მე პირადად მქონდა პოლიტიკაში, ეს იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, რომელიც მე დავაფუძნე ჩვენს ქალებთან ერთად, რომელიც ყველაზე ძლიერი, ყველაზე მებრძოლი, ყველაზე უდრეკი, ყველაზე გაუტეხელი ნაწილია ნაციონალური მოძრაობის. ამორჩეულშიც და ხარდამჭერებშიც და თვითონ პარტიულ სტრუქტურებშიც. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით ეს რაღაც მიმღებლობა გარკვეულწილად იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც ქალთა ორგანიზაცია დაუბრუნდა. მაშინ უფრო მეტი წინააღმდეგობა მქონდა სინამდვილეში. მახსოვს ეს ჯერ კიდე როდის იყო 2013 წელს ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ახალი გადასული იყო და რომ დაიწყე საუბარი იმაზე, რომ გვინდა შევქმნათ ქალთა ორგანიზაცია, ნუ ზოგმა რაღაც გაიცინა, ზოგმა თქვა, რომ კაი, ხა ამის დრო არ არის, ოპოზიციაში გადავიდით, ქვეყანა იღუპება, რა დროს ქალთა ორგანიზაცია. მაშინ უფრო მეტი წინააღმდეგობას წავაწყდი, როგორც ქალი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე მაშინ, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ თავმჯდომარის საპასუხისმგებლო პოზიცია ჩაგებარებინათ. როდესაც თავმჯდომარე გახდით, ნაციონალური მოძრაობის კაცებს არ ქონდათ, არ ვიცი, ვერ შეატყეთ, ან რამდენად იყო, თუ არ გინდათ დეტალებზე საუბარი, არ ვისაუბროთ, მაგრამ რამდენად ესე იგი გამოდის, რომ თინა ბოკუჩავამ აი ეს რაღაცნაირი კაცური ამბიციები და ჰქონდა ამ პარტიას სამ ბევრი ამბიციებს კი ისე მოუგრიხა, თუ ეს წინააღმდეგობა არ ყოფილა. ეს ფორმულირება ძალიან არ მომწონს, მაგრამ არა, მართლა არ მიგრძნია, აი გულწრფელად ვამბობ, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს იყო მაშინ განხილვის თემა, ნუ თან მე ხო როდის მომიწია, ასე ვთქვათ, ამ პასუხისმგებლობის ჩაბარება, სულ რამდენიმე თვით ადრე გადამწყვეტ, მე ვიტყოდი ისტორიულ უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე. ამიტომ ყველას ესმოდა, რომ ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო და მართლა მძიმე გადაწყვეტილება იყო, ჩემთვისაც მარტივად არ მიმიღია. მდგომარეობაში მყოფი პარტიაც ჩაიბარეთ, ესეც უნდა ვთქვათ. კი, იმიტომ რომ მანამდე რაღაც მნიშვნელოვანი პროცესები იყო, ხო, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა პარტიის ცხოვრებაში. ასევე არ დაგვავიწყდეს ის, რომ წინა პარტიის თავმჯდომარე გახდა უკიდურესი უსამართლობის და სისასტიკის, მე ვიტყოდი, პირდაპირ მსხვერპლი. ამ სისასტიკის კვალდაკვალ, ასე ვთქვათ, საკმაოდ მალე მოუწია პარტიას ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს პრიზმა ყოველ შემთხვევაში იმ მრავალწახნაგოვან სირთულეებში, რასაც მაშინ პარტია გადიოდა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და რაც მეც უნდა მიმეღო, ყოველ შემთხვევაში ის ასპექტი, რომ მე ხალი ვიყავი, ნეგატიურად მე ყოველ შემთხვევაში არ დამინახავს ნამდვილად, სწორედ არ დაგიმალა. დღეს ხო არ არიან მაგალითად კაცი პოლიტიკოსები, რომლებიც შეიძლება პარტიის თავმჯდომარემ ურჩებად მიიჩნიოს. რას გულისხმობთ? აი პარტიის თავმჯდომარის მაგალითად არ ვიცი გადაწყვეტილებები ან რაღაც მსჯელობების დროს აი ურჩი თანაპარტიელი კაცები არსებობენ ამ პარტიაში? კიდევ ერთხელ მე ხალებად, კაცებად ამას არ დავყავდი. არც მე არ ყოფ, არა, მე უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ თქვენ თავად ახსენეთ, რომ ზოგადად პოლიტიკა ძალიან მასკულინურია, მით უფრო ქართული პოლიტიკა და რაღაცნაირად ახალი ამბავია, რომ ესეთი ძლიერი და დიდი ისტორიის პარტიის თავმჯდომარე არის ქალი. და სირთულეები ლოგიკურად არსებობს და ამიტომ გეკითხებით და არ ვყოფ მეც ცხადია, საქმეს გენდერი არა აქვს, ეს ლოგიკური. ერთხელ მახსოვს, თუმცა ეს წლების წინ იყო, წავიკითხე გაეროს განვითარების ფონდის კვლევა. ეს არ იყო რაოდენობრივი კვლევა, ანუ კლასიკური გაგებით გამოკითხვა, ასე ვთქვათ, ეს იყო ხარისხობრივი კვლევა, ანუ ეფუძნებოდა სიღრმისეულ ინდივიდუალურ ინტერვიუებს. და ესეთი ძალიან საინტერესო მიგნება იყო ამ კვლევაში, რომ საბოლოო ჯამში მთავარი უთანასწორობა, რომელსაც აჟღერებდნენ კაცი პოლიტიკოსები ქალებთან მიმართებაში მდგომარეობდა იმაში, რომ იცი რა, რაღაც განსხვავება თუ გაქვს კაცთანო, კაც პოლიტიკოსთან, ანუ კოლეგასთან, ნუ ბოლო იქამდე დავაო, რომ რაღაცა მუშტით მაინც მოკლედ ერთმანეთს რაღაცას გააგებინებთ, რა, ბოლოს ხელს მაინც დაარტყაო და ხალხს ხო ვერ დაარტყავ ხელსო და ამას აღიქვამდნენ ყველაზე მნიშვნელოვან უთანასწორობის თქვენ ხელს დაგარტყეს. ანუ პაპუაშვილის ქმედება ეს არის. ხო, ფიზიკურად შემეხნენ. ამიტომ კი სამწუხაროდ, ანუ ამაში გეთანხმებით, რომ ეს აღქმები
არსებობს, ოღონდ ეს მხოლოდ პოლიტიკაში არ არსებობს ეს რაღაც უფრო საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, სტიგმებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ნელ-ნელა იცვლება. ქალის ხმა ყველაზე ძლიერი იყო და არის. ხმა ძალიან ძლიერია, თუ გადავავლოთ თვალს მათ შორის პოლიტიკურ პატიმრებს, ის რომ ზია ამაღლობელი არის პირველი ჟურნალისტი ქალი და ასეთ პრეცედენტი შედგა, იგივე თქვენ ელენეთი დაიწყეთ ჩვენი დღევანდელი საუბარი და ვფიქრობ, რომ ელენეთს ამ თვალს, ანუ ძალიან ბევრი ძლიერი ქალის სიმბოლოები შეიქმნა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრი შეიძლება იყოს ამაზე თუ ვფიქრია, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს რაღაცნაირი ფიქრების ზღვა თავში და ბევრ რაღაცებს ვფიქრობთ, ეხლა პოლიტიკოსი ქალი ხართ, საკმაოდ წარმატებული, საინტერესო ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი, დიპლომატიც მათ შორის და თინა ბოკუჩავა მომავალში თავს მოიაზრებს რომ ის იქნება პრემიერ-მინისტრი ქვეყნის. ეს არის კითხვა, რომელზეც სწორი პასუხი მე მგონი არ არსებობს. იმიტომ რომ გითხრათ არა, ყველა იტყვის რომ ამას ამბიცია არ ქონია და საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში და პარტიის თავმჯდომარედაც და შეიძლება ერთგვარი იმედგაცრუება იყოს მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისთვის, რომელსაც ნდობა აქვთ გამოცხადებული ჩემთვის, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ როგორც პარტიის თავმჯდომარისთვის, მაგრამ რომ გითხრათ კი, ყველა იტყვის რომ ეს რა საშინლად ამბიციური ყოფილა. ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ ამ ეტაპზე არა. იმიტომ რომ მაგალითად ამაზე არ მისაუბრია საჯაროდ 2024 წლის არჩევნებზე, თქვენ გახსოვთ რომ ძალიან ბევრ პარტიაში მიმდინარეობდა განხილვა იმასთან დაკავშირებით, წარედგინათ თუ არა პრემიერობის კანდიდატები და ერთი პერიოდი გარკვეული განხილვა ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტიაშიც იყო. მაგრამ მე არ ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა სწორი განაცხადი ჩემი მხრიდან. საერთოდ 2012 წელსაც კი, როდესაც პირველად ვიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში, ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი პროფესიიდან და განათლებიდან გამომდინარე გამეგრძელებინა ჩემი ქვეყნის ინტერესების მსახური ქვეყნის საგარეო უწყებაში. სადაც ერთ დროს მსახურობდი, სადაც ვიყავი ქართული დიპლომატიის ნაწილი და მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვან დროს, იმიტომ რომ ჟენევაში მუშაობდი წარმომადგენლობაში, სადაც როდესაც მათ შორის არამხოლოდ თქვა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იმართებოდა შეხვედრები, რაც მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატია, რომელიც განიხილავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს, არამედ სწორედ იმ პერიოდში მოგვიწია ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვა რუსეთის ფედერაციასთან შვეიცარიის მედიაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით. ანუ ეს არის ის საქმე, რომელსაც სწავლობდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სადაც მსახურებდი და სინამდვილეში 2012 წელსაც ესეთი გეგმა იყო ყოველ შემთხვევაში, რომ კი პარლამენტის სიაში ვთქვათ ვიყავი, მაგრამ მოგეხსენებთ, რომ ძალიან ხშირად შემდგომ პარლამენტის სიიდან აღმასრულებელში გადადიან პარლამენტის წევრები, ამის ძალიან ბევრი პრეცედენტი არსებობს და მე უნდა გამეგრძელებინა ჩემი ქვეყნის ინტერესების მსახური, ასე ვთქვათ, საგარეო უწყების ასპარეზიდან. მას შემდეგ უბრალოდ ძალიან დიდი დრო გავიდა, ხანდახან ვერც ვიჯერებ ხოლმე იმას, რომ 13 წელია რაღაცნაირად პოლიტიკაში დავრჩი, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ბრძოლიდან გაქცევა და მართლა მიმაჩნია რომ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის ვერ ვეგუები იმას რომ სანამ ეს ქვეყანა არ მოიგებს, სანამ არ დავწმუნდებით იმაში რომ ამ ქვეყანას კვლავ ყავს ხელისუფლება რომელიც ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანის რეალიზებისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ეს რა არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება რომელიც ემსახურება ჩემ ხალხს, რომელიც ემსახურება ჩემი ქვეყნის ინტერესს და მე უკვე მეასე ხარისხოვანია იმ კონფიგურაციაში რას გააკეთებ. მართლა. თუმცა საინტერესოდ გამოიყურება თინა ბოკუჩავა მომავალ პრემიერ-მინისტრად. საინტერესო მთავრობა წარმოვიდგენ თქვენი, ასე ვთქვათ, თავმჯდომარეობით. ამ 13 წელს განმავლობაში ამ რთულმა პოლიტიკურმა გზამ თინას რომელიმე უცნობი ალტერ ეგო ხომ არ აღმოაჩენინა, რომელიც აქამდე არ არსებობდა, არ იცნობდით და ახლა გამოავლინეთ თქვენში რაღაც უნარი, ჩვევა. უნარს ჩვევებს, რა თქმა უნდა, გამოიმუშავებ ადამიანი ამ ბრძოლაში ეს გარდაუვალია. რაღაცა გეგონათ, რომ აი ამას ვერ შეძლებდით, მაგრამ აღმოაჩინეთ, რომ თურმე ესეთიც ყოფილა თინა.
გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე მძიმე 24 საათი ის 24 საათი მქონდა, როდესაც ჩემი შვილების უსაფრთხოების ამბავს ვწონიდი გონებაში, ალბათ ეს არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ადამიანს ანუ რაღაცეებს რაც ძალიან გულთან ახლოს მიქონდა, ნელ-ნელა სწავლობ, რომ დისტანცირდე ამ ყველაფრიდან, ფავარზე ფოკუსირდე, კონცენტრაციის უნარი, ამტანობა, ასე ვთქვათ, რაღაცების პრიორიტიზაცია, ეს უნარები ბუნებრივია გივითარდება. ხანდახან მგონია ხოლმე რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები გვიქვეითდება პოლიტიკაში სამწუხაროდ იმდენად დაბალია ხშირად რაღაც პოლიტიკური დისკუსიის ხარისხი, მაგალითად მახსოვს ამას წინ რაღაცას დამჭირდა და მაგისტრატურის დროს დაწერილი რაღაც ჩემი ნაშრომი წავიკითხე და ცოტა ხანი მომიწია დავფიქრებულიყავი საერთოდ რა ლოგიკას ვავითარებდი, მაგრამ ну რას იცი ცხოვრებაც ესეთია ხო ბუნებრივად რაღაც მომენტში რაღაცა უფრო მძლავრობს და პირიქით. ბოლოს როდის იყო თინა უბრალოდ თინა და არა პოლიტიკოსი რაღაც რომელ დღეს ან მოგონებას გამოარჩევთ? ყოველთვის როცა სახლში ვარ. ყოველ დღე როცა სახლში ხარ. ყოველთვის როცა სახლში. რაც არ უნდა მოხდეს გარეთ, როგორი მძიმე დღეც არ უნდა იყოს, მიტინგიდანაც რო წავიდე, რაღაც თუნდაც ფიზიკური დაპირისპირებაც კი, აი ყველაზე მძიმე დღეების დროსაც კი სახლში რო შევდივარ ბავშვებთან და ვარ დედა და რაღაც ეს. ეს ძალიან აბალანსებს მე ემოციებსაც, მენტალურ ჯანმრთელობასაც, ძალიან რა თქმა უნდა. მაგრამ დამერწმუნდ რომ შეუძლებელია სხვაგვარად როცა 3 წლის ტყუპები და საკმაოდ ჰიპერაქტიულები არიან შენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეხლა რა ვიცი, ეს მე მგონი ძალიან ბუნებრივი ამბავი. ხო, მოკლედ და ლაკონურად შეგიძლიათ გითხრათ, ანუ ბრძოლის რა სტრატეგია აქვს ახლა ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ რაღაცნაირად აი სულ ამბობთ, რომ მიიწურა, ჩამოიშალა თუ ასე შემდეგ რეჟიმი, მაგრამ რეალურად მოხდეს ცვლილება, რომელიც გარდაუვალი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერს მოდებულია, ხო, მეტასტაზები და არსად აღარ არსებობს სამართალი. პასუხისგებლობა ახლა უდიდესია, ხო, თუ კი ვინმეზე არის, ნუ პირველ რიგში მოდის პოლიტიკოსებზე. რაღაცნაირად შედგა ეს ერთობა და იმედი მაქვს, რომ ისევ არ იქნება შიგნით რყევები, რა არის სამოქმედო გეგმა, ცოცხალი გეგმა თქვენი? ალიანსი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ხო ჩვენი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი სააკაშვილის პირადად ჩემი პოზიციაც ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე იყო ერთიანობა ოპოზიციურ ფრონტზე, ოპოზიციურ ველზე, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ საარჩევნო არჩევანიც, ანუ ელექტორალური არჩევანიც ისეთივე ცხადი კაფიო და ორობითი უნდა იყოს, როგორი არჩევანის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. რომ არის რუსეთი, ან არის ევროპა. არის რაღაცა ეს ივანიშვილის რუსკოცური კორუმპირებული ჭაობი, ან არის განვითარების პერსპექტივა. ხო, აი ეს სიმარტივე და ეს კაფიოობა მე ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასევე ასახულიყო საარჩევნო ბიულეტენზე. და ამის შესაძლებლობა იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანდებოდა და არ იქნებოდა ანუ ძალიან ბევრი ამას წარმოაჩენდა როგორც მრავალფეროვნებად და მე ვთვლიდი, რომ ეს იყო პირიქით საარჩევნო ხმების რაღაც დაჩეხვა და ფრაგმენტაცია. და თუ გადავხედავთ ანუ იმპერიულადაც მაგალითებს არა მხოლოდ საქართველოს უახლესი ისტორიიდან, იგივე 2012 წელს როგორ გახდა ცვლილება შესაძლებელი, 2003 წელს როგორ გახდა ცვლილება შესაძლებელი, არამედ ზოგადად მსოფლიო მაგალითებსაც ავტოკრატიულ რეჟიმებთან დაპირისპირება მათი მონოლითურობიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტიანად შეუძლიათ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს, როდესაც ისინი ერთიანდებიან. რაც შეეხება მოქმედებას იგივე სადამფუძნებლო დოკუმენტებში გვიწერია, რომ მთავარი ჩვენთვის კონკრეტული მიმართულებებია, ეს არის რეჟიმის არაღიარების და დელეგიტიმაციის შენარჩუნება, ეს არის საპროტესტო მუხტის გაძლიერება, არა მხოლოდ შენარჩუნება, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უახლოეს დღეებში დავანონსებთ აქციას, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ამ აქციის მოსამზადებელი ფაზაც მნიშვნელოვანი იქნება იგივე რეგიონებში. ეს აქცია სიმბოლურ თარიღს.
არ მინდა რომ აქციის ცხადი არ გეკითხები. დანონსება თქვენი გადაცემით მოხდეს, არ ვიქნები სწორი ჩემს კოლეგებთან და პარტნიორებთან ალიანსში, მაგრამ ანუ კონცეპტუალურად ასე ვთქვათ, თავარი ღერძი ხო, რაზეც დგას ჩვენი აზრით წინააღმდეგობის მოძრაობის გამარჯვება და დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გამარჯვება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შესაბამისად, ეს არის ერთის მხრივ პროტესტის გაძლიერება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სიამოვნებაში ამაზე დგას შემდგომ მათ შორის საერთაშორისო რეაქციები და საერთაშორისო რეაქციებზე დგას რეჟიმის არაღიარება და დელეგიტიმაციის შენარჩუნება, რაც აქამდე პრინციპში მაინც ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ ახლა თუნდაც მაგალითად რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში პიტერ ანდრეოლის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს თუ ნებისმიერ სხვა ხელის ჩამორთმევის ვიზუალის გასაღებას, ასე ვთქვათ, მათთვის ლეგიტიმაციის მინჭების ტოლფასად მაინც ხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მათ ძალიან უჭირთ. ისე როგორც ქვეყნის შიგნით. ალიანსი საერთაშორისო ასპარეზზე რამდენად აქტიურია ახლა? ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ასპარეზი სწორედ ის სფეროა, სადაც ოპოზიციური პარტიები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდით, მათ შორის ალიანსის დაფუძნებამდეც და ეს ყოველთვის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იყო, იმიტომ რომ სწორად მუშაობდით და კარგად მუშაობდით. განსხვავებული ის კი არა ლელოც კი მეხოთ იმის რომ მაგალითად ალიანსში არ არის, ხშირ შემთხვევაში უერთდებოდა ხოლმე ჩვენს ინიციატივებს, ხშირად და ბევრ საკითხზე ერთობლივი პოზიციები ჰქონდა ხოლმე. აი როგორც ხალხს, ანუ ქართულ ხალხსაც ჩემი აზრით მთავარი დაკვეთა ოპოზიციის მიმართ აქვთ ერთიანობა, ასეთივე დაკვეთა არსებობს საერთაშორისო ასპარეზზეც, ხო? ანუ მათ სურთ რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთი გზავნილით, ერთი ხმით, ერთი პოზიციით იპოზიციონირონ და წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის არჩევანი. ეს, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა სინამდვილეში და ვწუხარ, რომ აქამდე არ იყო ხოლმე თანხმობა ამაზე და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ეხლაც მაინც რაღაც თავის პარტიულ ბრენდს და იდენტობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე იმ სინერგიას და იმ ძალას, რასაც ჩვენი ერთიანობა მოიტანს. ისიც ერთგვარი მიღწევა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რომ მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის ნაწილი რო აი რაღაცა ვიღაცებმა რო ეს დაძლიეს და რაღაცა ოცნების რაღაც შექმნილი ის არის მიშა მოვა და შეგჭამს არადაპატიმრობაშია კაცი ან რაღაც ეს რო შეძლეს და საინტერესო. არაერთხელ თქვამს რომ ეს რა ქვია animal farm როგორ არის ცხოველთა ფერმა ხო? მის საყვარელი წიგნია და იმიტომ რომ ნუ ახლა ადამიანი ამით ხელმძღვანელობს რო. ხო, ნუ გამოდის რომ შესაძლოა თავის თავს ნაპოლეონთან აიგივებს. კი, რა თქმა უნდა, ფაქტია რომ კეთილი, დასასრულს ეგეთ კითხვას დაგისვამთ, კითხვით, მაგრამ მინდა უფრო ცხადად მოვისმინოთ, თქვენი და ზოგადად ჩვენი თქვენი შვილების თაობისთვის როგორი საქართველოს უნდა თინას? თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველოს, სადაც საკუთარი თავის რეალიზება არის შესაძლებელი. მე მაგალითად 15 წლის ასაკში მომიწია ქვეყნიდან წასვლა იმისთვის, რომ უკეთესი განათლების შანსისთვის მებრძოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ მახსოვს ერთ-ერთ ცენტრალურ სკოლაში ვსწავლობდი თბილისში, ვაკეში და რა ვიცი, არ იყო გათბობა, ჩვენ საკლასო ოთახს არ ქონდა კარი და არ ქონდა ცარცი, რო დაბაზე გვეწერა და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი ყოფითი პრობლემების წინაშე იდგა მაშინ განათლების სისტემა და შესაბამისად ყველა ადამიანი, ვისაც უნდოდა სწავლა და შემდგომ ამ სწავლით ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა, ხო? და ეს გავლილი გვაქვს ხო ჩვენ მშობლებს გაცილებით უფრო დიდი სიმწარე აქვთ ნანახი, როდესაც საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ საერთოდ ყველაფერი ჩამოინგრა და ჩამოიშალა და თავიდან მოუწიათ რეალურად ცხოვრების აწყობა, ჩვენც საკმაოდ მძიმე პერიოდები გამოვიარეთ და შემდგომ გაჩნდა იმედი. აი მე მაგალითად წარუშლელი მეხსიერება მაქვს 2003 წელს ბიბლიოთეკაში ამერიკაში კოლეჯსაც ვსწავლობდი ბაკალავრის პროგრამაზე პოლიტიკურ მეცნიერებას სხვა შორის როგორ ვუყურებდი ვარდების რევოლუციის კადრებს. წარუშლელი მეხსიერება, იმიტომ რომ იქ დავინახე იმედი და მივხვდი რომ შეიძლება ჩემ ქვეყანაში დაბრუნება ღირდეს, შესაძლებელი გახდეს იქ რომ აი ეს ცოდნა იქ წავიღო.
და აღარ დამჭირდეს რაღაცა ლექტორების და მასწავლებლების ყიდვა იმისთვის, რომ ამცოდი წინ წავიდე ცხოვრებაში. ეს იყო მთავარი, რატო იყო რა ეკონომისტის მაგალითად ხო ეს საერთაშორისო გამოცემა წერდა მენტალურ რევოლუციაზე. პერსპექტივა გაჩნდა ამ ქვეყანაში და დღესდღეობით სამწუხაროდ დღეს მაგალითად ჟურნალისტები წერდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე დაბალი შობადობა საქართველოში, რაც კი ოდესმე ყოფილა 90-იან წლებშიც კი უფრო მაღალი იყო შობადობა. რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დენი არ იყო, წყალი არ იყო, გათბობა არ იყო, არაფერი არ იყო, იმედი ქონდა, მომავლის იმედი. ეს ხო როგორია ყველაზე მართლა რაღაცა ისეთი გადარჩენის ინსტინქტია, ხო, ადამიანში. ეს მომავლის იმედი წაგვართვა ივანიშვილმა. ჩემი აზრით ეს არის მთავარი განმაპირობებელი იმის, რომ ადამიანები ბავშვებს აღარ აჩენენ, რა ვიცი, ხო, ანუ შობადობა უფრო დაბალია, ვიდრე სიკვდილიანობა ჩვენ ქვეყანაში პირველად. რაც უდიდესი ტრაგედიაა და ისეთ საქართველოში მინდა იცხოვრო ჩემმა შვილებმა, სადაც მომავლის პერსპექტივა არსებობს და სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეუძლიათ და სადაც სხვა ქვეყანაში არ ხედავენ საკუთარ მომავალს. იმიტომ რომ იყო მართლა, ჩემთვისაც იყო მართლა ის მომენტი, როდესაც აი ბნელ 90-იან შევარდაცისეულ წლებში ვთქვი, რომ ნუ აქ შეუძლებელია ხა თუ ჩემმა მშობლებმა ქრთამი არ გადაუხადეს მაშ რა ქვია უნივერსიტეტში ვერ მოხვდებოდი საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტზე, მე კიდე ქრთამი უნდა გადაგეხადო რაღაც სამსახურში მოწყობილიყავია ეს სიტყვა საერთოდ რაღაცა წარმოუდგენელ ბნელ წარსულს მახსენებს და ჟრუანტელი მივლის და ეს შეიცვალა და სამწუხაროდ უკან ბრუნდებით, ხო და მინდა ისეთ საქართველოს, სადაც უკან არ ბრუნდებით და წინ მივდივართ და გვაქვს მომავლის იმედი და მე მაინც მგონია და ამიტომაც ვიბრძვით რომ ესეც იქნება და ჩვენ შვილებს ენდომებათ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ნამდვილად. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო. მადლობა თქვენ. მადლობა.